წელს რუსთავის საახალწლოდ განსაკუთრებულად ემზადება. რაელით რუსთაველებს და იქ ჩასულ სტუმრებს, ამას ჩვენი სტუმრებისგან გავიგებთ. ნინო ლაცავიძე, რუსთავის მერი, ხატია ფოცხვერაშვილი, რუსთავის მერიის კულტურული პროექტების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი და კახა გრიგალაშვილი, ანსამბლ ქართული ხმების სოლისტი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. აბა მოგესალმებით დილოში. ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებით ხოლმე რუსთავში რა მოხდება ახალწელს. დიდი მადლობა თქვენს ასევე. როგორ ემზადება წელს რუსთავი და როდის დაიწყება ეს საზეიმო და საახალწლო განწყობა? როგორც ყოველთვის განსაკუთრებით ვემზადებით და ამას თავისი მიზეზი აქვს. იმის მიუხედავად, რომ ბევრ ამბავში ვართ ჩართული, ინფრასტრუქტურა, ქალაქის განვითარება, გამოწვევები, ახალი წელი ალბათ არის ის დრო, როდესაც განსაკუთრებით უნდა ვიზრუნოთ ჩვენი შვილების და პატარების განწყობაზე და აი ამას რაღაცნაირად კარგად გრძნობთ, ვინც რა არ უნდა თქვას, ჩვენ ამ ნაწილში ეს პასუხისმგებლობა გვაქვს. როგორც ოჯახშია, რომ როგორ ხასიათზეც არ უნდა ვიყოთ, ნაძვის ხე უნდა ავაწყოთ, ბავშვებს საახალწლო განწყობა უნდა შევქმნათ. აი ესეთი მიდგომა გვაქვს ქალაქში და ტრადიციასავით ჩამოყალიბდა და განსაკუთრებით ნაძვის ხის ანთება არის ჩვენთან გამოკვეთილი დღესასწაული, სადაც მთელი ქალაქი თავარ მოედანზე ვიკრიბებით, იქამდე ძალიან დიდი მოსამზადებელი პროცესი გვაქვს და აქაც მთელი ქალაქი ვართ ჩართული. აი რაც მიყვარს ყველაზე მეტად ჩვენი ამ დღესასწაულის არის ის, რომ აი მაგალითად მთელი მერია ვართ გაერთიანებული და ხატი აღონისძიებების ხელმძღვანელია და კულტურის დარგს ხელმძღვანელობს და ვეხმარებით ყველა ხატიას, რომ რაღაც ვთქვათ, ვერ ვიყიდეთ, ჩვენი ხელით გავაკეთოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამასთან ერთად ვაერთიანებთ მაგალითად ქორეოგრაფებს, რომ აბა ჩვენი ბავშვები ახალ წელს რაღაცა გამოვიყვანოთ მუსიკოსებს, მომღერლებს და ეს იგრძნობა, რომ რაღაცა ოჯახური გარემოა და მთელი ქალაქი ვემზადებით, რომ ერთმანეთი გავახაროთ, ერთმანეთს კარგი, ბედნიერი წუთები ვაჩუქოთ. განსაკუთრებით კიდევ პატარებს ჰქონდეთ საუკეთესო გარემო ქალაქშივე და არსად არ მოუწიოთ წასვლა და რაღაცა იქ ჰქონდეთ ზღაპრული დღეების შეგრძნების შესაძლებლობა. ამ პასუხისმგებლობით ვართ და ესე ვემზადებით ახალ წელს პირველი მთავარი ღონისძიება ჩვენი იქნება ნაძვის ხის ანთება, რაზეც ხატია უფრო დეტალურად ისაუბრებს და შემდეგ 7-მდე სულ სხვადასხვა ღონისძიებებით დავტვირთავთ ჩვენს მთავარ მოედანს. კი ბატონო, ხატია, როდის დაიწყება ეს საზეიმო დღეები და რა ფორმატით? 14-ში ნაძვის ხის ანთებით დაიწყება და რაც ძალიან მნიშვნელოვანია გავაგრძელებ ბატონ ნინოს ნათქვამს, ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩართულობა. მხოლოდ 14-ში 300-მდე რუსთაველი ბავშვი იქნება ჩართული ამ ღონისძიებაში და ეს ჩვენთვის ძალიან მონაწილის სახით იქნება ჩართული და იმ ტრადიციას, რომელიც რამდენიმე წელია უკვე დავამკვიდრეთ, ვაგრძელებთ. გვექნება საახალწლო მეჯლისი, ადგილობრივი მოცეკვავების ხარდაჭერით და შესრულებით და ეს დღე იქნება ძალიან ბევრი სურპრიზებით დატვირთული. ნაძვის ხის ანთების ღონისძიება დაასრულებს ჩვენი მეგობარი ქართული ხმები, თავისი არაჩვეულებრივი პროგრამით. ყველაზე მაგრად მოუხდებოდა ქართული ხმები. ძალიან ისე ვარჩევთ ხოლმე დიდ ღონისძიებას. ყველა დეტალს და გვიხარია, რომ ჩვენთან ერთად იქნებიან. მთელი 25 დღე იქნება რუსთავის მთავარი მოედანი დატვირთული საახალწლო ღონისძიებებით. 14-ში დავიწყებთ, 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. 21-ში გვეყოლება ზვიად ბოლქვაძე არაჩვეულებრივი ვრანინას ბავშვებთან ერთად 26 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციის და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გვექნება ძალიან მრავალფეროვანი ღონისძიება, სადაც ასევე იქნება ძალიან ბევრი შემსრულებელი, გვეყოლება ჯგუფი რეგიონი, რუსთაველებისთვის ძალიან საყვარელი და ყოველთვის სასურველი ჯგუფი შორის ხმებისთვისაც, მაგრამ რუსთავთან ავთენტური ძალიან. რუსთავი ვერ ვთმობ და ასევე მთელი ამ 25 დღის განმავლობაში იქნება ძალიან დატვირთული და აქტიური საახალწლო სოფელი ბავშვებისთვის უამრავი გასართობი ღონისძიებით. იქნება თოვლის ბაბუა, ელფები, გასართობი აქტივობები. მაინტერესებს წელს როგორი იქნება საშობაო სოფლის ინფრასტრუქტურა და რას შესთავაზებს იქ მისულ ადამიანებს? აქ უკვე გავაერთიანეთ მეწარმეები და ის ადამიანები, ვინც აიწყებენ ხა თავის ბიზნესს, სტარტაპი აქვთ და განსაკუთრებული ხელშეწყობა რა თქმა
უნდა ჭირდებათ ჩვენგან და ყოველ წელს ვაუმჯობესებთ მათთვის პირობებს, რომ ინფრასტრუქტურა უკეთესი ქონდეთ. რა თქმა უნდა, ამ ღონისძიებებითაც ვიზიდავთ უფრო მეტ ადამიანს და ესეც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აი წლიდან წლამდე ვხედავთ, როგორ უფრო ძლიერდებიან და ჩვენც ძალიან გვახარებს, კი რა თქმა უნდა, გვახარებს ეს ფაქტი. პირველ წელს თუ ვეძებდით და ვეხვეწებოდით, რომ იქნებ როგორმე მიიღოთ მონაწილეობა, ძალიან დიდი ჩამონათვალი გვაქვს უკვე, მრავალფეროვანია მათი ხელნაკეთი ნივთებიც, ასევე და ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავია, რომ მცირე მეწარმეებისთვის სწორედ ესეთი სივრცეები არის გაძლიერების და უფრო ხელშეწყობის ადგილი და გვახარებს ის ფაქტი, რომ აქაც კარგად ვიქნებით წარმოდგენილი. ის რომ რუსთავში განსაკუთრებულად ლამაზია ხოლმე საახალწლო განათებები, მე პირადად ძალიან კარგად ვიცი და ხვატეშორის ყოველ წელს ჩამოვდივარ ხოლმე. ხო, დასათვალიერებლად ამ თვალსაზრისით თუ იქნება რამე სიახლე და მე ვიცი რომ რამდენიმე სიურპრიზი გაქვთ. საახალწლო ღონისძიებებზე ვიცი ისიც რომ სიურპრიზების გამჟღავნება წინასწარ არ არის კარგი საქმე, მაგრამ რამეთი მიგვანიშნეთ მაინც რას უნდა ველოდოთ ამ სიურპრიზებთან დაკავშირებით. ხატიამ აღნიშნა და მეც ვთქვი რომ მნიშვნელოვანია რუსთაველების ჩართულობა, განსაკუთრებით ბავშვების და ახალგაზრდების, რომლებიც კიდევ უფრო კარგად გრძნობენ ამ ღონისძიებების შემდეგ ქალაქის სიყვარულს, ალბათ კიდევ უფრო მეტად რაღაცნაირად გაზრდილები არიან. 300-მდე ახალგაზრდა ყავს გაერთიანებული, 300 ახალგაზრდას დედა, მამა, ბებია, ბაბუა და მთელი ოჯახი გულშემატკივრობთ ხოლმე და ველოდებით იმ სიურპრიზებს, რაც დაგეგმილი გვაქვს. რუსთავის ურბანული ეს მოედანიც კი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, აი კორპუსები დგას ძალიან ახლოს, ეს ძველი არქიტექტურა, ჩვენი მოედანიც ძალიან კარგ სივრცეს იძლევა იმისთვის, რომ მსგავსი ღონისძიებები აღნიშნოთ და მოკლედ ათვისებული გვექნება გარშემო ყველაფერი, ძალიან ამაზე მეც ხა ჯერ ვერ გავამჟღავნებთ, თუმცა ის მეჯლისი რაც იქნება, რაც ტრადიციად ვაქციეთ, ამის გამჟღავნება შეგვიძლია. ოქროს გოგობიჭები არიან, რომლებიც დაუღალავად შრომობენ, ემზადებიან, რა თქმა უნდა, კი, როგორც აღნიშნეთ, რუსთაველებს თავარი როლი აქვს ამ ყველაფერში და ძალიან დიდ შრომას დებენ იმისთვის, რომ 14 ჩვენი ქალაქისთვის იყოს განსაკუთრებული დღე. 14 იქნება განსაკუთრებული დღე და ერთ-ერთი მონაწილე, ვინც უნდა დახუროს და ეს გაალამაზოს კიდევ უფრო ეს დღე არის ქართული ხმები და კახა გრიგალაშვილი, გამორჩეული ადამიანი, სოლისტი, კარგი პიროვნება. მოგვიქნა როგორ იმზადები 14-ისთვის და რას ნიშნავს შენთვის საახალწლო დღეები და ამ დროს ჩატარებული კონცერტები. პირველ რიგში რა თქმა უნდა მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ვალოვანი გადაუხადო იმ არჩევანისთვის და ნდობისთვის ქალაქ რუსთავს და რუსთავის ხელმძღვანელობას, რომ ქართულ ხმებზე გაკეთდა ეს აქცენტი და ჩვენ მოგვეცა პატივი, როგორც ძალიან ჩვენთვის ასე ვთქვათ, ხშირად მოსაფერებელ და საყვარელ ქალაქში ჩავალთ და იქ, რა ვიცი, წელიწადის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს ერთად გაულამაზებთ იქ ცხოვრებ ადამიანებს. მე ვისარგებლებ შემთხვევით და მიულოცავ ახალ წელს როგორც რუსთავს, ასევე სრულიად საქართველოს მშვიდობას, წინსვლას და გახარებას. რეპერტუარი ტრადიციული, მაგრამ განახლებული. საახალწლო, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ხიარული, განახლებული სიმღერებით. მოგეხსენებათ, რომ ხა ბევრი ახალი სიმღერა გვაქვს და ველოდებით რუსთავში რომ ჩავიდეთ და ესე მოვეფეროთ ჩვენს სპენდელს და მოვიდეთ. ანუ უამრავი კონცერტზე ხართ თქვენ გამოსულები, ბუნებრივია, მაგრამ ალბათ ემოციური დატვირთვა აქვს ყველაფერს, რა დღე აღინიშნება, არის საპატივსაცემოდ ასრულებთ ამა თუ იმ კომპოზიციას. აი საახალწლო კონცერტებთან დაკავშირებით არის თუ არა, თქვა, განსხვავებული დამოკიდებულება და მე ბევრისგან გამიგია, რომ ესე დღეებში დაღლილობასაც კი ვერ ვგრძნობთო. ხო, იქიდან გამომდინარე, რომ მაინც გინდა ეს ყველაზე მეტად ბავშვებს უხარია ეს დღესასწაული და ეს დღეები, რომელსაც მთელი წელი ეს ველოდებით, ემზადებით. ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მომავალი თაობა ისმენს ქართულ სიმღერას, ისმენს თან ამ სადღესასწაულო დღეებში თავის ქალაქში, იმ ქალაქში, სადაც დაიბადა და გაიზარდა და რა ვიცი, მგონია, რომ
ჩვენთვის არის დატვირთვა აქვს უბრალოდ რომ ბევრ ხა ჩვეულებრივ პუბლიკასთან რომ გამოდიხარ, გასაგებია ყოველდღე ემოციურად ალბათ სხვანაირად გრძნობ თავს ხა ბავშვებს რომ უმღერი და თან რომ ყვება ხა აი 10 12 და რა მნიშვნელობა აქვს კონცერტზე რომ მოდის უკვე ბავშვი რა ხო ძალიან ემოციურია რა თქმა უნდა გვიხარია და აი მაქსიმალურად ვცდილობთ რომ მოდი შევახსენოთ ჩვენს მოყვარებელს ვახო მე და შენ ნამდვილად ვართ მათ რიცხვში ვინც კვირას დატოვებს დედაქალაქს და გაიჭირება რუსთავისკენ რომელ საათზე ინთება ნაწილს 8 საათზე ჩვენთან უნდა იყოს 8 საათზე საათზე იმოღონისდება მე თუ წამიყოლებ სიამოვნებით შემოგერთებით დიდი მადლობა ერთი ვიდეოს კიდევ და აუცილებლად გაგიყოლებ ვახოსე ახო სტორიშვილი ყავს და შევა ვერ დაგატიო არა უბრალოდ გადამაკარი ზემოდა მანქანაზე წამოვალ ისე მაგრამ ჩვენ ახლა შეგვიძლია რომ ჩვენს ეთერში ის რაც თავი მე დაანონსა რომ განსაკუთრებულად ემზადება რუსთავი ახალი წლისთვის. სწორედ ახლა ჩვენს ეთერში ვანახოთ ტელემაყურებელს მეჯლისიდან ერთი პატარა ამონარიდი და არაჩვეულებრივი ადამიანები მოცეკვავები შემოგვიერთდნენ ახლა უკვე ჩვენ სტუდიაში და მათ ვთხოვთ რომ ერთი ნომერი შეგვესრულო გაგვიხილოთ წინა საახალწლოდ. შესანიშნავი პასტადობლე, შესანიშნავი მოცეკვავეების მიერ შესრულებული და მე მგონი ამ ნომერმა გაგვერქნა იმაში, რაზეც ვისაუბრეთ ამ წესების განმავლობაში. ცეცხლი ნამდვილად დაინთება რუსთავში. აღნიშნეთ ქორეოგრაფები, რომლებიც უკვე მეორე წელია ამზადებენ ამ მეჯლისს. და მადლობა ყველას ჩართულია ამ ამბავში. დიდი მადლობა. წარმატებები კვირას ვხვდებით 11 საათზე რუსთავში.